ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს ბუდაპეშტში. მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ამბასადორი ელში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პირველი დიპლომატი ბუდაპეშტში უნგრელი კოლეგის მიწვევით იმყოფება. დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა პიტერ სიარტოსთან. მაკა ბოჭორიშვილი ელჩების კონფერენციაში კოლეგასთან ერთად პანელურ დისკუსიაში ჩაერთვება. დიპლომატიურ აკადემიაში დაგეგმილია საჯარო ლექციაც. ვიზიტის დეტალებს უკვე ნანა გოგატაძე გვიყვება უნგრეთიდან. ნანა, ეთერში ხარ. მაკა ბოჭორიშვილი უკვე ბუდაპეშტშია, საქართველოს პირველი დიპლომატი პირველ შეხვედრას უნგრეთში უნგრელ კოლეგასთან გამართავს. სულ რამდენიმე საათში შეხვდება მაკა ბოჭორიშვილი, პიტერ სიარტოს და ბუნებრივია ამ შეხვედრის მთავარი თემა იქნება საქართველოსა და უნგრეთის ორმხრივი პარტნიორობა, მეგობრობა და ამ მეგობრობის გაღრმავების გზები, ასევე ევროინტეგრაცია, ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ასევე უნგრეთის მხარდაჭერა. პირისპირ შეხვედრის შემდგომ კი უკვე გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პრესკონფერენცია და ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ კითხვები დაუსვათ მათ. სწორედ პიტერ სიარტოს მიწვევით იმყოფება უნგრეთში მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამბასადორი ელში ელჩების კონფერენციაში, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში და უკვე უნგრელი დიპლომატების წინაშე ისაუბრეს საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და ასევე საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტებზე. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ექნება მაკა ბოჭორიშვილს იმის მიუხედავად, რომ ვიზიტი არის ერთდღიანი, დღის მეორე ნახევარში ის უკვე გამართავს საჯარო ლექციას უნგრელი დიპლომატების წინაშე და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს უნგრელ ახალგაზრდებს. მას საშუალება ექნება სიტყვით გამოვიდეს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ამბასადორი ელზე, სადაც იგი სიტყვით მიმართავს უნგრელ დიპლომატებს. მინისტრს ასევე საშუალება ექნება სიტყვით მიმართოს და დისკუსია გამართოს დიპლომატიურ ინსტიტუტში, სადაც იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართოს დისკუსიას უნგრელ ახალგაზრდა დიპლომატებთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიარტოსთან, სადაც მინისტრები მიმოიხილავენ სიტუაცია საქართველოში და კიდევ ერთხელ უნგრეთის მხარდაჭერა იქნება გამოხატული საქართველოს მიმართ. საქართველოს პირველი დიპლომატის ვიზიტი უნგრეთის დედაქალაქში არის ერთდღიანი და როგორც გითხარით, რამდენიმე საათში პირისპირ შეხვედრა გაიმართება მაკა ბოჭორიშვილსა და პიტერ სიარტოს შორის. მადლობა ნანა გოგატაძე, გვერდებოდა ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში. საუდის არაბეთში ამერიკასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება იმართება. დასავლური მედია წერს, რომ აქცენტი გაკეთდება ენერგოინფრასტრუქტურაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე 20 დღის განმავლობაში. რეალურ შედეგს ელოდება ამერიკული მხარე. ამის შესახებ შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა. შეხვედრა ერ-რიადში ამერიკა-უკრაინას შორის გუშინ გაიმართა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, დაწერა, რომ მხარეებმა ომის შეჩერების საკითხები განიხილეს. მირიან გორგოძე გვიყვება დეტალებს. ის კურიერს უერთდება. მირიან, გისმენთ. საუდის არაბეთი შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლობს მორიგ შეხვედრას. იმართება მორიგი რაუნდი, რომლის მთავარი მიზანი არის უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ამ წუთებისთვის ელ-რიადში, საუდის არაბეთში შეხვედრა მიმდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის. აქ ამჯერად საუბარი არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე, რომელშიც ძირითადად მონაწილეობენ მაგალითად სამხედროები, დიპლომატები, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები და მსგავსი შეხვედრების მთავარი არსი და მიზანი არის იმ შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ენერგო ობიექტებზე ცეცხლის დროებით შეწყვეტას. ამ შეთანხმების შესახებ პირველად ითქვა დაახლოებით 1 კვირის წინ, როდესაც ჩვენს ტელემაყურებელს ძალიან კარგად ახსოვს, კვლავ საუდის არაბეთი მასპინძლობს
მასპინძლობდა მორიგ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებსა და უკრაინულ მხარეს შორის. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა ოფიციალურად, რომ მაგიდაზე დევს შეთანხმება, რომელიც დროებით ზავს გულისხმობს, ანუ დროებით ცეცხლის შეწყვეტას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30 დღის განმავლობაში. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე შედგა სატელეფონო საუბარი შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის და ამ ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ ითქვა ოფიციალურად, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარე, როგორც რუსული მხარე, ასევე უკრაინული მხარე, არის თანახმა, რომ დაიწყოს, ასე ვთქვათ, ეს დროებითი ზავი და დროებით შეწყდეს ცეცხლი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ძირითადად საბრძოლო ველზე რეალურად ვითარება არ შეცვლილა და ომში მონაწილე მხარეები, რუსეთი და უკრაინა, ბოლო დღეების განმავლობაში ერთმანეთს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე არ ასრულებს ამ დროებითი ზავის, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მას შემდეგ, რაც წუხელ მორიგი შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებსა და ასევე უკრაინულ მხარეს შორის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ყოველთვის მიესალმება მსგავს შეხვედრებს, რადგან მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანი არის მშვიდობის მოპოვება და ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ამავე დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ და თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ მხოლოდ ერთი ქვეყანა და ერთი მხარე, ანუ რუსეთი, ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით არის ის მხარე, რომელსაც არ სურს კონფლიქტის შეწყვეტა და პუტინს, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, სურს საომარი მოქმედებების გაგრძელება. ამიტომ უკრაინის პრეზიდენტი ამ ეტაპზე ყველაზე მთავარ გამოწვევად მიიჩნევს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით მოხდეს რეალური ზეწოლა პუტინზე, რათა ამ უკანასკნელმა რეალურად გასცეს ბრძანება საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. Сегодня уже другая суст. დღეს საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად უფრო ტექნიკურ დონეზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი სამხედროები, დიპლომატები და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენი გუნდი კონსტრუქციულად მუშაობს, დისკუსია საკმაოდ ნაყოფიერია. დელეგაციები გააგრძელებენ მუშაობას. აუცილებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეალური ბრძანება გასცეს თავდასხმების შეწყვეტის თაობაზე. ვინც ეს ომი დაიწყო, თავად უნდა დაამთავროს. ჯიდაში, საუდის არაბეთში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც ამ ომს ახანგრძლივებს. 11 მარტიდან არსებობს უპირობო ზავის წინადადება, რაც თავდასხმებს უკვე შეაჩერებდა. თუმცა რუსეთი განაგრძობს ამას. ყოველ დღე და ყოველ ღამე ახორციელებს განსაკუთრებით ცინიკურ დარტყმებს. რაც შეეხება ამერიკას, როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები არის სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი და ის ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოადგენენ ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და აქტიურად არიან ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში, კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ პროცესი პროგრესით გამოირჩევა, მათივე შეფასებით ეს ცხადია არ არის მარტივი პროცესი და განმარტავენ, რომ მაგალითად რამდენიმე თვის წინ ვერავინ საუბრობდა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, დღეს კი უკვე, ასე ვთქვათ, მაგიდაზე დევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. მართალია დროებით 30 დღის განმავლობაში, თუმცა როგორც ამერიკული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს დროებითი ზავი გარკვეულწილად უნდა გახდეს მუდმივი ზავის წინაპირობა. მაიკ უოლცი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გააკეთა განცხადება, ის აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ამბობს, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით ახლა დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხის განხილვა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას.
გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე. ეს დაუყოვნებლივ ამოქმედდა პრეზიდენტ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ. ახლა ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის გადაადგილება და შავ ზღვაში ვაჭრობის დაწყება. შემდეგ ვისაუბრებთ კონტროლის ხაზზე. ეს უკვე შედის ისეთ დეტალებში, როგორიცაა ვერიფიკაციის მექანიზმები, მშვიდობის დაცვა, ხაზების გაყინვა იქ, სადაც ისინი არიან და შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო ფართო და მუდმივი მშვიდობა, რაც იქნება ტერიტორიების რაღაც ტიპის განხილვა მუდმივი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რაზეც უკრაინელები საუბრობდნენ ან საუბრობენ როგორც უსაფრთხოების გარანტიები. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ამ წუთებში, როგორც საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ცნობები, საუდის არაბეთში, ელ-რიადში იმართება მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების მაგიდას უსხედან ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსული მხარის წარმომადგენლები. ბუნებრივია ჩვენ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივნენ შეხვედრის მონაწილეები. მადლობა, მირიან გორგოძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინაში საომარი მოქმედებებია. ღამით ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ოლქს შეუტიეს. დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. მიწასთან არის გასწორებული კერძო სახლები. აფეთქებები იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები და ინფრასტრუქტურა. გაჩნდა ხანძარი, არიან დაშავებულები. საჰაერო თავდასხმის სამიზნე იყო ხარკოვის ოლქიც. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად მეტადონი და ელექტროსასწორები ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში ისევ უთანხმოების და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩატარდა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით არსებულის ლეგიტიმაცია მოხდება, დასრულდება პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას წლები დაჭირდება. მოვლენთა განვითარებას ელოდებიან ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლები. ოპონენტების განწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით არ უკვირთ ქართულ ოცნებაში. მართულ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიციას 4 ოქტომბრის ეშინია და ამის მიზეზი მათი დაბალი რეიტინგია. ყველა პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს თავად გადაწყვეტილებას. მე არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს პირველ რიგში საკუთარი თავის საზიანო გადაწყვეტილება და ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოს საზიანო გადაწყვეტილება. მე მჯერა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია საბოლოო ჯამში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი სურვილის და მიუხედავად არ იქნება. სტატუს კო უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ფიქრით. ეხლა ეს არ არის თემა, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, იმიტომ რომ არანაირი პირობა მანამ სანამ არ იქნება მკვეთრი ცვლილებები, როგორც კანონმდებლობაში, ადმინისტრაციების თვალსაზრისით თუ სახელმწიფოს ან მთელი მექანიზმების ჩარევის თვალსაზრისით, რომ რამე манипуляციები იყოს თავიდან აცილებული, ამაზე ახლა საერთოდ არ არის საუბარი. საუბარი არის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და ამ პირობების მომზადება. მომზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ასევე რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის სხვა ნაწილი აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო ის ნაწილი, რასაც ჩვენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ვეძახით, ისინი როგორც ჩანს დაელოდებიან გარედან მითითებებს, წარმატება როგორც წესი იზომება. რეჭისყრის დღეს იზომება არჩევნებზე და ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ დასრულდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ არ შეიძლება რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, სწორედ უკავშირდება იმას, რომ 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოჩნდება ვისრო ძალა და მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხრიდან.
ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს ქსელთან და კვლევით ორგანიზაცია გელაბთან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში გაანალიზეს ცხოვრების დონის გაუმჯობესება მსოფლიოს 157 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე. საქართველოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა სერბეთთან, ბულგარეთთან, ლატვიასთან და რუმინეთთან ერთად. მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში საქართველოს წელს 91 ადგილზეა. მნიშვნელოვანი ანგარიში გამოაქვეყნა ოქსფორდის უნივერსიტეტმა, კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის, სადაც კვლევის მიხედვით საქართველოს ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით არის მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში. ისე მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა კორუფციის აღქმა და თავისუფლება, ამ პარამეტრებში საქართველოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის. საქართველოს აგრძელებს კეთილსინდისიერი მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებულ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, მაღალი ეკონომიკური ზრდით და კარგი რეფორმებით საქართველოს შეძლებს უკეთესი შედეგების დაფიქსირებას. ისევ რეზინის ტყუები და წამსადენი გაზი გამოიყენეს თურქმა სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად. ათასობით ადამიანი უკვე მეხუთე დღეა სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებს. მას ბრალი რამდენიმე მუხლი წაუყენეს. კრიმინალური ორგანიზაციის მართვა ქთამისაღება გამოძალვა პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და ტენდერის გაყალბება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, რასაც თურქეთის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს. დაპატიმრების მიუხედავად იმამოღლუ თურქეთის ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ 2028 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. პრაიმერისის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას 13 მილიონმა დელეგატმა დაუჭირა მხარი. სახალხმა ჰამასის კიდევ ერთი ლიდერის ისმაილ ბარჰუმას მკვლელობა დაადასტურა. დაჯგუფების ლიდერი ღაზაში მდებარე ნასერის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ფრანც 24 წერს, რომ კონფლიქტის ზონაში მდებარე ეს ყველაზე დიდი საავადმყოფო მიწასთან არის გასწორებული. ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე კი ისრაელის ძალებმა ჰამასის პოლიტიკური ფრთის ლიდერი სალაჰ ალ-ბარდ ავილა მოკლეს. გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის დარტყმებს რაფასა და ხან იუნისში 45 ადამიანი ემსხვერპლა. 28 აპრილს კანადაში რიგარეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა გამოაცხადა. მარკ კარნიმ პარლამენტის დათხოვნა მოითხოვა და განაცხადა, რომ მას კანადელების ძლიერი პოზიტიური მანდატი სჭირდება. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კი გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო. კანადაში არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრემიერს უფლება აქვს ვადამდელი არჩევნებისთვის პროცედურები დაიწყოს. რომის პაპის საავადმყოფოდან გაწერეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მომდევნო 2 თვის განმავლობაში პონტიფიკოსი მკურნალობას ვატიკანში გააგრძელებს. პნევმონიის დიაგნოზით პაპი რომის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის საჯაროდ პირველად გამოჩნდა. საავადმყოფო საიმიდან მრევლს მიესალმა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ქალაქებმა პაპთან შეხვედრისას სხვადასხვა ქვეყნის დროშები გამოფინეს, მათ შორის იყო საქართველოს დროშაც. ნატოს დელეგაცია თბილისში სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ ნატოს გაერთიანებული ძალების სათვნელი ცენტრის მეთაურის მოადგილე ბრიგადის გენერალი პეტრ სვობოდა და GFTS-ის წვრთნებისა და სწავლებების განყოფილების წარმომადგენელი პოლკოვნიკი ვლადისლავ სვეზდა. მათ კრწანისში ნატოს საქართველოს წვრთნების და შეფასების ეროვნულ ცენტრში უმასპინძლეს. გააცნეს ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სწავლება ნატო საქართველოს 2025, რომელიც საქართველოში მიმდინარე წელს ჩატარდება. სტუმარმა კვირის განმავლობაში მოინახულა ჩვენი საცნული არეალები, სადაც ასევე მას შესაძლებლობა ჰქონდა დაკვირებოდა ეგ მყოფ წვრთნებში ჩართულ სხვადასხვა ქვედანაყოფებს. ასევე მოგეხსენებათ მიმდინარე კვირას მიმდინარეობს ნატო საქართველოს 2025-ის დაგეგმვის ფაზა, სადაც მან მოისმინა არსებული პროგრესი. მადლობას ვუხდი გენერალურ შტაბის უფროს მოწვევისთვის და ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გუნდს მასპინძლობისთვის. ეს ვიზიტი ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიხილოთ თუ როგორი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ნატო საქართველოს სწავლება ერთად წვრთნის კარგი შესაძლებლობაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ იდეები, კულტურა და სხვა. ეს სწავლება ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესანიშნავი საშუალებაა.